ყველას მოგესალმებით, ეს არის Iron podcast-ი და დღეს ყავს ლეგენდა თავისუფალი ჭიდაობის გივი მაჭარაშვილი. მოგესალმებით, გივი, როგორ ახარ? აღმოჩნდა. ძალიან მიხარია რომ მოდი ჩემთან სტუმრად. უამრავი შეკითხვა მაქვს. Ფიქრობ რომ ჩვენი მაყურებელი იქნება ძალიან გახარებული რომ ეგეთი სტუმარი ვყავს დღეს. როგორ გძნობ თავს? პირველ რიგში გილოცავ ევროპის ჩემპიონობას. რამოდენიმე დღის წინ მოხდა, ხო? ეს რამდენი გავიდა? 4 დღე. 4 დღე გავიდათ. შენ ხარ ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი. ევროპის 4ჯერ, ხო? თუ 2ჯერ, 5ჯერ ევროპის ჩემპიონი, 4ჯერ სოფლიო ჩემპიონი, 2ჯერ ასაკობრივებში და 2ჯერ დიდებში. წროსლებში. ეგ არის უდიდესი შედეგი. მე მინდა დღეს გესაუბრო თავისუფალ ჭიდაობაზე, აუცილებლად მინდა გესაუბრო MMA-ზე და ჩვენ სტუმრებსაც ვეთქვი რომ ორივე ვართ მასლკარების მოყვარულები, შევხვდით ორივე ჩელენჯერი, ხო? ეგ დიდი ბიჭების არჩევანი არის, ხო? კი, მადლობა ყურადღებისთვის და მიხარია შენთან ყოფნა და რავი, დავიწყოთ. დიდი სიამოვნებით. გივი, მე დავიწყებ აქტუალური საკითხით. პირველ რიგში, როგორ დასრულდა ტრავმების გარეშე ხარ, როგორ გძნობ თავს ჩემპიონობის შემდეგ რა? ჩემპიონობა, რავი, ნორმალურად ყველაფერი ტრავმების თუ გვაქვს ახლა სპორტი შენ კარგად იცი და ტრავმები რამოდენიმე ადგილას ოპერაციო ვარ, მაგრამ ჯერჯერობით მეზარება ოპერაციების გაკეთება ხოხდება. კი, მესმის, რეაბილიტაცია თელი პერიოდი. ჯერჯერობით ნორმალურად ჩაიარა, უფროსებში უკვე მესამე ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მოვიგე და ცოტა დაძაბულობა კი იყო ფინალში რუს სპორტსმენთან და ცოტა რაღაცა არასპორტული საქციელები გააკეთა ჭიდაობის დროს ხო და MMA-სკენ მიდიოდა. ხო და ცოტა დაძაბულობა მაქვს რა სიმართლე გითხრა ხა დაღესტნელებთან სულ რაღაცა ესეთი კონფლიქტური შეერკინებები გვაქვს მოკლედ რო ვთქვათ და მესმის ახლა სპორტია, ყველას მოგება უნდა, ჩემპიონობა უნდა, რა პრობლემაა და არა ყველა მისე უნდა გავაკეთოთ, როგორც სპორტში ფერება რა ყველა ჩემი აზრით ეგრეა. რავი, კარგად ჩაიარა რა, მოკლედ. ყველაზე რთული მოწინააღმდეგე ფინალი იყო შენთვის. ფინალი, კი, ფინალში ტიტულოვანი სპორტსმენია სხვადასხვა ბევრი მედლები აქვს და თან გამოსტილია რა და სიმართლე გითხრა ფიქრობდი რომ შევიდოდი რომ მეთქი მალევე მოვუგებ თქო, მაგრამ იქ ხო იცი სპორტი როგორ არის და ცოტა უხეშობით დაიწყო მთლიანი შეხვედრა. ახასიათებს ჩრდილოეთ კავკასიელების სტილს ეგ. უხეშობით და ცდილობენ ჯერ ფსიქოლოგიურად გაგტეხონ და მერე დაიწყონ ჭიდაობა და ასე რა თქვა ცოტა სტილი შევცვალე შიგნითვე უკვე ჭიდაობის დროს და ნუ გატეხო ცდილობდა ჩემი, მაგრამ დავასწარი და ახლა გავტეხე. შეიძლება რომ ვთქვა რომ შენ ხარ ფიზიკურად ეხლა მოწინააღმდეგებზე უფრო ძლიერი? ფიზიკურად კი, ფიზიკურად ძლიერ თვითვლები და სისწრაფეშიც პეთქებადობა კარგი მაქვს და ჯობნია და ფიზიკით ესე მგონია რომ შემწონაში ერთ-ერთი თუ არა შეიძლება ყველაზე ძლიერი ვარ ფიზიკით. რაიმე ეგ უბრალოდ ჩემი ინტერესიც არის რაღაც განსაკუთრებული ვარჯიშები ან მომზადება რის გამოც ესე ჩამოყალიბდა შენი ფიზიკა? ბავშვობიდანაც ფიზიკურად ძლიერი ვიყავი სიმართლე გითხრა, მაგრამ მთელი ბავშვობა ძალიან ბევრს ვარჯიშობდი ფიზიკურად რა. ანუ ეს არის აზიდვები რაღაც ღერცთან ვარჯიში. აი უფრო მიყვარდა ხოლმე ბავშვობაში ბაგირზე ვარჯიში. დღეში 100 მინიმუმ ვაკეთებდი. ბაგირზე ვარჯიში და ტურნიკი, ორზელი, რა ვიცი, ძალიან ბევრს ვაკეთებდი ხოლმე. ვარჯიშს მე რჩებოდი და საათობით ვაკეთებდი რა. მომყარა ბავშვობიდან ეს ფიზიკურობა. წონებით ვარჯიში თუ გიყვარს და თუ შესაძლებელი არის მომზადების პერიოდში. შტანგა, ატაცი, აკვრა. ანუ უფრო ფუნქციონალი რაღაც კროსფიტისკენ უფრო კროსფიტის არ გვეცი, უფრო სისწრაფეზე ორიენტირებული რომ პეთქებადობისთვის ატაცი, აკვრა, ჟიმი და უფრო მაგას სულ ვაკეთებ სისტემატურად შეჯიბრის. სირბილი თუ გიყვარს? სირბილი სიმართლე გითხრა არ მიყვარს, მაგრამ ჩემთვის მაგაშიც გავარ. ჩემთვის მნიშვნელოვანია მაინც სპორტსმენისთვის ასე თუ ისე სირბილი. იმიტომ რომ წონის კლებისთვის დროს მაინც უნდა სირბილით ვიკლებ და წყალი უფრო მაგით გამომყავს. უბრალოდ ისეთ შეგრძნება მაქვს ზოგჯერ რომ აი 60 და 70 კილოები რო დარბიან ეს 10 კილომეტრი 20 კილომეტრი ჩემთვის ახლა გარბენა 5 კილომეტრის უკვე რაღაც ის არის ანუ მძიმე წონა რო ხარ აი ვარჯიშივით გამოდის რაღაც შენი წონა გავარჯიშებს. ფარმასასთან ჭიდაობა გიწევს და სირბილი ცოტა რთულია ჩემთვის. მე მინდა ვისაუბრო ესეთ ლეგენდარულ მოჭიდავეზე რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალეს ბუბაისტარ საიტიევზე. ეს არის რამოდენიმე კვირისთვის ამბავი. თუ ადევნებდი თვალს მის კარიერას და რას ფიქრობ როგორც სპორტსმენზე?
პოეზია საიტი ხა ლეგენდა იყო და ჩემი ბავშვობიდან სუმაგიში დავესრულებდი ხოლმე და ეს ასეთ მეტად ფენომენიც იყო სიმართლე გითხრა ისეთი იყო რომ არ ვიცი ცეკვავდა რა ფაქტიურად ჭიდაობის დროს და ისეთი ლეგენდა იყო რომ მე მგონი მაგ რეკორდებს ცოტა გაუჭირდება ვინმე შეეჭიდოს რა კი ძალიან ანუ სრულად რაღაც განსხვავებული ტექნიკა მეც როგორც ვადევნებდი თვალს ხარ მე როგორც შემიძლია შევაფასო კი ორივე ძმა ისაც ოლიმპიური ჩემპიონი ძმას და ძმაც ეგეთი ტექნიკური და ისეთი სტილი და ისეთი ნიჭი ქონდათ რომ რა ვიცი ჭამდნენ ხალხს აი ოლიმპიადას შევეხეთ და როგორი განცდა არის სპორტსმენისთვის ოლიმპიადაზე გასვლა ოლიმპიადაზე ჭიდაობა შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია რაღაც განსაკუთრებულად თუ აღითქვა ამას თუ როგორც რიგითი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატი ეგეთი კარგი ჭირდება რომ რაღაცა რიგითად აღიქვა იმიტომ რომ 4 წელიწადში ერთხელაა და სპორტსმენს შეიძლება ზოგ სპორტსმენს ერთხელ მოუწიოს შეიძლება ისიც ვერ მოუწიოს იქ მონაწილეობა და ჩემი ბავშვობიდან ხა ყველა სპორტსმენის ოცნება ოლიმპიურ სპორტში ვინც არის ოლიმპიადაზე იყოს მონაწილეობა და იქ მეტალი გააკეთოს და მე ამას ველოდებოდი 10 წელი დაახლოებით და ეს მომენტი იყო ცოტა მძიმეც იყო ფსიქოლოგიურად რა თქმა უნდა რთულია იმიტომ რომ თელი ცხოვრება რაღაც იმ მომენტს ელოდები და ის მომენტი მოდის და ლიცენზიის გაკეთებაც ძალიან რთულია ჩვენ სპორტში და რომ მიხვალ იქ უკვე ხოიცი იქ რო ხარ უკვე და ის საქმე რო გასაკეთებელი ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წინახი გადასალახი რა მე მაინტერესებს როგორ ემზადები შენ აი გამოსვლის წინ ფსიქოლოგიურად თუ გაქვს რაიმე ესეთი ლაიფჰაკი როგორ შენ თავს ამზადებ თუ არის ეგეთი მომენტი თუ გაგვიმხელებ ხო ყველას ჩვენი განწყობები გვაქვს სპორტსმენებს ეს ყოველთვის ეგრე იყო და განწყობა სიმართლე გითხრა ხა ყველაზე დიდი განწყობა ის არის სიამონებს ამ საქმეს გიქცევ. ჩემი განწყობა ეგაა, რომ მე შევდივარ სიამონების მისაღებად და ის რაღაცა ფსიქოლოგიურ წნეხებს მაგით ვლახავ, რომ შევდივარ მაქსიმალურად სიამონება მივიღო და ჩემი თავს ვაჩვენო რაღაცეები, ის სიმძიმეები რაც აქვს, რომ გადავლახო ის ჩემი თავის სიმძიმეები და აგით ვიღებ სიამონებას. უფრო როგორ ხარ? ცივი გონებით უფრო ხარ თუ უფრო გაბრაზებული და რისკენ მიდიხარ უფრო? სიმართლე გითხრა ეგ პრობლემას თუ მქონდა ხოლმე ბავშვობიდან, ზედმეტად აგრესიული შევდიოდი შეხვედრაზე და უმეტეს შეხვედრას ვაგებდი ხოლმე. სანამ მე ცოტა დასტაბილურება მომიწია საკუთარი თავის ნერვების გაყინვა, აუცილებელია სპორტსმენისთვის და რაც ამ ბოლო პერიოდში 1-5-6 წელია საკუთარ თავთან ცოტა რაღაცა ლაპარაკების შემდეგ გავიარე რომ ეს რაღაცას აგრესიის ის ცოტა უკანა პლანზე გადამეწია და იმუშავა კიდევაც და უკვე ნერვები კარგ მდგომარეობაში ვქ რო შევდივარ ნერვებითაც 99% ნერვებით ჯობნი უკვე სპორტსმენებს რა ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ეს ალბათ საკუთარ თავთან მუშაობა პირველი და მეორე გამოცდილება. გამოცდილება ყველაზე მნიშვნელოვანია მაინც. მე მინდა ვისაუბრო ფინალზე, ოლიმპიადაზე, ტაჟუძინოვთან. როგორ შეაფასებდი შერკინებას, რას გაუნჯოს, რას შეცვლიდი, რას გააკეთები სხვანაირად? ტაჟუძინოვი არის მაგარი სპორტსმენი, ნიჭიერია ძალიან და ტალანტია ერთ-ერთი მოკლედ ასე ვთქვათ და ოლიმპიადაზე კარგ ფორმაში ვიყავი, მაგარ ფორმაში ვიყავი, მოკლედ რა ვთქვათ რა. ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც უნდა ჩაივლო თავიდან. წონის კლება ყველაფერი პირველი დავიკელი და ახლობით 15 კილო დავიკელი და წონის კლებმა კარგად ჩაიარა ყველაფერმა და მოკლედ რა ვთქვათ, ცოტა ვიჩქარე რა. სიჩქარის ამბავი იყო ჩემი აზრით, ხა დღევანდელი განმახსახეთიდან ის შეხვედრა რომ წასულიყო თლიანი შეხვედრის ხანგრძლივობა ჩაულებრივად მე რაღაცა რისკის არ წასულიყავი თავიდანვე ჩემი აზრით 99% იმ შეხვედრას მოვიგებდი. ფიქრობ, შენი აზრით როგორი მიდგომა არის საჭირო? მე ვადევნებდი თვალს ტაჟუძინოვს და პირველად დავინახე, როდესაც პირველი მარცხი განიცადა რუსის პირველ ნომერმა ნაკრების სადულაევმა. აი მაგ ბრძოლაში, ანუ პირველად დამარცხდა და ეს იყო მისი თანაგუნდელი ტაჟუძინოვი. მაშინ გამოჩნდა მსოფლიოს მასშტაბში. ძალიან მაგარი სპორტსმენია, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ეხლა. როგორი სტილი არის, აი შენი შეხედულება მაინტერესებს, ანუ ეგ ორიენტირებული არის რაზე, ტექნიკაზე, ფიზიკაზე, რაღაც ტექნიკურია ძალიან. ნიჭიერი სპორტსმენია, რო გითხრა ხა რაღაცა განსაკუთრებული სისწრაფე და ფიზიკა და ეგეთი რაღაცები მე ვერ შევამჩნევ მაგ სპორტსმენს.
და ჭიდაობს ტალანტის ხარჯზე რა. არის ძალიან ელასტიური, კიდურები ძალიან გრძელი აქვს, ძალიან მაღალია და მაგის ხარჯზე, ნიჭის ხარჯზე და ნერვების ხარჯზე ჭიდაობს, მოკლედ რო ვთქვათ რა. და ჩემი აზრით, ჩემი ნიჭი ხა რაც მე სპორტში მაქვს და ჩემი შრომა წესით იდეალურად უნდა დამთხოვოდა მაგ ყველაფერს უბრალოდ ცოტა ვიჩქარე ილეთის გაკეთება, იმიტომ რომ ხელი მოვიდა ძალიან ცოტა სუსტი მომიჩვენა სიმართლე გითხრა. ფიზიკურად სუსტი მოგეჩვენა. ძალიან, ხო და მეთქი მალევე თან მაგა ფორმაში. ფორსირება და მივხვდი. ხო, რომ მეთქი სკაილიც დავარტყო თქო და ძალიან შეიძლება. ტაჟუდინოვი როგორც ვიცი, აი ხა უბრალოდ ვიხსენებდი UFC-ში ეხმარება რომელიღაც მებრძოლს მომზადებაში. აი ვიხსენებდი რომელ მებრძოლს, მახსოვს რომ UFC-ში და მახსოვს ტაჟუდინოვი. მახაჩევთანაც ერთად არიან ხოლმე ხშირად. ერთად არიან, კიდე ერთად ვარჯიშობენ და უბრალოდ ეხლა არის აქტუალური ბრძოლა და რა მაინტერესებდა, შენ ამდენად ადევნებ ორ ბრძოლებს საქართველოში და საზღვარგარეთ თვალს. სულ ძალიან მომწონს და სიმართლე გითხრა ოლიმპიადისკენ ვემზადებოდი მაგას ვფიქრობდი მეთქი ოლიმპიური ჩემპიონი გავხდები მეთქი და მე იჩქუბე მართლა მეთქი ხო სულ მქონდა ბავშვობიდან მუღამიდან რაღაცა ისე ვერ დამთავრდა რა მოკლედ რო ვთქვა ნორმალურია მაინც ეხლა ჩვენ გელოდებით შენელობთაბძოლებში მე ძალიან გამიხარდა როდესაც შენ მომწერე და მითხრა რომ ჩემი ბრძოლები გაქვს თანახი ძალიან გამიხარდა არ ველოდებოდი კი კაცო გიყურებთ ყველას ვაფშე ანუ მუშტიკრებსაც ადევდი კი რა თქმა უნდა კაცო მე მოყვარული ვარ ამ სპორტის ზოგადად და ბავშვობიდან სისხლი მეც მიყვარს. კი, ამაში ძალიან მე ვჭიდაობდი სამბოს, კრეპლინგს და ძალიან მაგარი შეგრძნება არის, როდესაც იმარჯვებ, მაგრამ აი უბრალოდ რო შევადარო ახლა ხო, როდესაც ადამიანს ანოკაუტებ აუხსენელი შეგრძნება. ანუ ეგ მაინც სხვა დონე არის. ახლა დაუშვათ რომ გაიმარჯვებ ხო დააღჭობ ან დააწვენ და იგებ ხულებით ეს უმაგრესია თავისთავად, მაგრამ როდესაც ადამიანს ანოკაუტებ, ეგ სხვა ის არის. სხვა ლეველი არის. ჩემი შეგრძნებებიდან გავიგე. პირადი შეგრძნებები და სხვა кайფია და ადამიანები მაყურებლისთვისაც. კი, აბსოლუტურად. რამდენად სტრაიკინგში ქონია გამოცდილება გისწავლია კლიუტან შეიძლება? ქონია რაღაცა შეხებები კი სიმართლე გითხრა ესე, უფრო ქუჩაში. შენ კიდე ვინმე გეჩქურა. ხო, ბავშვობაში ქუჩაში. გამომდინარე ახლა შენი სახელი ცნობადობის, გაბარიტების, რა ვიცი. არა, ესე არა მგონი. არც მე არ ვცდილობ ყველაფერს ვერ იდეი, მაგრამ უბრალოდ როგორც სპორტი მიზიდავს ძალიან. მე ძირითადად კონფლიქტები თუ მომდიოდა გზაზე, როდესაც პატარა მანქანაში მიჯექ. მე ერთი მანქანა მაქვს, ყავს ეს პატარა სუზუკი, ისეთი თურქეთის გადასატანი და რაღაცები გადამაგდა. ძირითადად მან თუ ცდილობდა ვინმე რომ დამჭაგროს, მაგრამ როცა მომეწეოდა მე უკვე რო გადმოხვიდოდი სხვა ამბავია ხო ეს ამიტომ კი გაბარიტები კარგი არის. ყავდა მეგობარი, რომელიც იყო 7 გზის ჩემპიონი, 7 გზის ჩემპიონი ტაილანდურ კრივში და დარტყმა ჰქონდა რაღაც საშინელი, ანუ ნოკაუტებს აკეთებდა, მაგრამ მინუსი ის ჰქონდა, რომ იყო ძალიან სუსტი, გამختარი. რატომღაც ესეთ იმას იწვევდა ადამიანებში, თან რაღაც პერიოდი დაცვაში მუშაობდა, რომ აი რაღაც რო ხდებოდა, ყველა უტრაკებს არ ეთყობოდა და ყველას დიდი გული ჰქონდა ამასთან. არ და ეს იყო ყველაზე საფრთხე. გაბარიტები მნიშვნელოვანი არის. რა მაინტერესებს? ეხლა ჩვენ გველოდება ბრძოლა და შენი განხილვა, შენი კომენტარი იქნება ძალიან საინტერესო ჩემთვის. ეს არის შონომელი, მერაბ დვალიშვილი. მეორე ბრძოლა ჩატარდება. პირველ რიგში თუ ნახე პირველი ბრძოლა, რა თქმა უნდა. და აი შენი შეფასება მაინტერესებს კონკრეტულად მერაბის, რასაც აკეთებს რესლინგის მიმართულებით. მერაბის კარდიო ეხლა ცნობილია. მივესალმები ჩვენ ძმას. დიდი გულშემატკივარი ვარ. კარდიო ხო ძალიან მაგარია, მაგრამ ძალიან ნიჭი აქვს ჭიდაობისას და შესვლები, ისეთ სულთა შესვლებს აკეთებს. ანუ ტექნიკურად რო შეაფასებდი როგორ? ჩხუბისთვის ძალიან იდეალურ შესვლებს. ძალიან იდეალურ შესვლებს აკეთებს. და რითი განსხვავდება აი თავისუფალისგან დაუშვათ? არა, თავისუფალი შესვლების იგივეა, მაგრამ ეხლა რო შედის და აი ადგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მე შესვლის დროს რა. წამოწევას შესვლის დროს ფეხზე მუხლის წამოწევას ძირიდან და იმ დონის სისწრაფეში აკეთებს ამ ყველაფერს, რომ ფიზიკურად ახლა მე რო უყურებ, ვერც ერთი ვერ ასწრებს მორტყმას ხელს. ვერც მოხლის. ნუ სწორად აკეთებს შემეზეთ ყველაფერს, ახლა მე იმ ხელა შეხება და გამოცდილება არ მაქვს, ახლა როგორც MMA-ის სტილში, მაგრამ მე რო უყურებ ახლა
კაც ჯერ ისე ხლის როგორც საჭიროა და ისე ჩასვლას აკეთებს რომ კაცი ვერასდროს რეაგირებას. დღევანდელ დღემდე დაითვალეს და ხაბიბ ნურმაგომედოვს აქ გაკეთებული ჯამში 121 შესვლა ტექდაუნი ანუ გადაყვანა მერაბს აქვს 140 ბოლო 5 ბრძოლაში. 140 ბოლო 5 ბრძოლაში. ანუ 140 5 ბრძოლაში აი დაუშვათ, ხო, დაუშვათ რა ყველა 5 25 ეგ ფენომენალური რიცხვი არის. ანუ ეგ ძალიან მაგარია. შეიძლება მოჭიდავე შეშურდება ისეთი ამბავია რა. შენი აზრით მერაბ იმ რო იჭიდაოს თავისუფალი ჭიდაობა რა დონეზე იქნებოდა შენი აზრით? ჩემს ეს არ გაუჭირდებოდა. არ გაუჭირდებოდა. ისეთი კარდიო აქვს და ისეთი ჩასვლები აქვს იმ სისწრაფით, რომ არ მგონია გაჭირდებოდა თავისუფალი ჭიდაობა. თავისუფალში რამდენად გადამწყვეტია კარდიო? მნიშვნელოვანია. თავისუფალში აი ბაბში ყველაფერი მნიშვნელოვანია. ყველაკო აი MMA შეიძლება ხლა ადამიანი ხო პირველი 2 წუთი იყოს აი არიან ეკეთები რომ სტრაიკერები მძიმე თუ ტყავს, მაგრამ იცავს თავს, მაგრამ სო მესამე წუთი თუ არაფერი არ გამოვდის, მეოთხე წუთიდან უკვე ყველაფერი იშლება, რადგანაც ნუ კარდიო არ ყოფნის, ფუნქციონალი არ ყოფნის. ან როგორც მერაბის შემთხვევაში მერაბი იშლის, იმიტომ რომ აი 30 რო შევა ვიღაც ფეხში დაიღლები. როგორ არის ახლა 6 წუთი წუთი გაქვს საჭიდაოდ რა, მთლიანობაში 4 შეხვედრა მინიმუმ მოგიწევს. გადაამრავლე 6-6, მაგრამ იმ 6 წუთში ერთ შეხვედრაზე შედიხარ მაქსიმალური ტემპით უნდა იჭიდაო ის 6 წუთი ბოლომდე ჩართული უნდა იყო იქ ვერ გადაანაწილო. მაყურებელს რო შევახსენოთ, ანუ რეგლამენტი როგორი არის? ერთი სხვადკა ხო? დღეში? არა, ანუ ერთი შეხვედრა როგორი? ერთი შეხვედრა არის 6 წუთი. 6 წუთი, რომელიც შესვენება 3 წუთი 30 წამიანი შესრულება 3 წუთი. ანუ 3-23. ხო, 23. და დღეში შეიძლება მოგიწევს 4-5 შეხვედრა ხდება. ეგ სისტემა ოლიმპიადაზეც და მსოფლიოზე რჩება. ანუ დღის განმავლობაში და ფინალი მეორე დღესაა. აჰა. ანუ საინტერესო არის, შეიძლება ანუ გაამართლოს იმ სპორტსმენის მომზადებამ, რომელიც აიტანს ბევრ შეხვედრებს დღის განმავლობაში. ხო, შეიძლება ესე იყოს, რომ პირველი 2 შეხვედრა აიტანოს და მერე უკვე გადაიღოს. არიან ეხა რომ მაგალითად წონის კლებელებზეც მუშაობს ეხა რა. ჩემზეც გზნობ ხოლმე დაახლოებით 15 კილოს ვიკლებ და 2 შეხვედრის მერე ნელ-ნელა იწურები ხო ხდები და გეცლება ის და მე უკვე ფაქტიურად ხასიათის ხარჯზე ჭიდაო მარტო. რაიმე დანამატები შუალედში ელექტროლიტები რაღაც ანუ რა გშველის, რეალურად რა გშველის ეხლა? რეალურად ვერაფერს ვერ ვიღებ ისეთ დანამატს, იმიტომ რომ ვიწონებით დილით საათ ნახევარში ვიწყებს ჭიდაობას. აჰა, ანუ ვერასწრებ. ვერასწრებ წყალს უდალებ, თორე უბრალოდ ორგანიზმი ვერ ითვისებს ხლები. აი MMA-ში როგორ კეთდება, ანუ ikლებენ თავისთავად არის ორგანიზაციები, სადაც განკაცებული არის კონტროლი, არის სადაც კონტროლი აბსოლუტურად არ არის, ამიტომ ზოგჯერ ხმარობენ შარდენებს, ზოგჯერ მხოლოდ საუნის და სირბილის ხარჯზე, მაგრამ აღდგენა ძირითადად ხდება ესე, რომ იღებენ დიდი რაოდენობით წყალს რეგიდრონით, ანუ რომელიც შეიცავს კალი, მაგნის, აღდგენ ელექტროლიტებს. ანუ იკეთებენ გადასხმებს. და ეხლა MMA-ში მაღალ დონეზე ზოგჯერ ხდება რომ მეორე დღეს სპორტსმენი არის +12 და რეკორდი ყოფილა რომ 17 კილო. წარმოიდგინე. მეორე დღეს ფინალიში რომ გადიხარ დილით იწონები 8 საათზე და საღამოს არის დაახლოებით 7-8 საათზე შეხვედრა. თლიანი დღე თავისუფალი გაქვს და დაახლოებით 8-9 კილოს მეც გავდივარ რა. რამოდენიმე საათში. ხო. ანუ დიდი ნუ შენ მძიმე წონაც ხარ. ხო, ნუ წყლის ხარჯზე უფრო რა წყალს ამბეთ, ზოგადად წყლით ვიკლებ წონას. წყლით ვიკლებ სუშებ ორგანიზმში. ანუ ხო არის ეგეთი სისტემა, რომ სვამენ 10 ლიტრას, 8 litrას, 7 litrას ეგეთი სისტემით. მაგ სისტემით, რომ ვიწყებ დაახლოებით 7 litrას დალევას და მე ნელ-ნელა ვაკლებ რა. ყოველ დღე litrას. ბოლო დღეებში უფრო რა, ბოლო დღეებში ვეშვები და საუნას როგორ არა, საუნით ვიკლებ ხოლმე ბოლო ფინალში რომ გავდივარ, იმ დღეს კიდე დასაკლები გაქვს მეორე დღისთვის. ეგ ძალიან რთული არის. ეგ ძალიან რთული. 5 კილო მქონდა, ეხლა ფინალში რომ გავედი კიდე მეტი და ღამის 11 საათი იყო უკვე. მთელი 3 საათი საუნაში ვიყავი, 5 კილო საუნით დავიგებდი. კი და თან ღამეს საჭმელი გესიზმრება ეგ არის. არა, ძილი და რაღაცა ეგეთები უკვე შეუძლებელია, მაგრამ ისეთი ამბავია უკვე მშიერზე და წყალი რო აღარ აქვს ორგანიზმში, უკვე გადახურებულ ორგანიზმზე შანსი არ მოისვენა. არის ორგანიზაციები, მე ახლა ვადევნებ თვალს თავისთავად შერეულ ორთაბრძოლებს, როგორც არის ONE FC, სადაც აკრძალული არის წყლის დიდი რაოდენობით წყლის გაყვანა და ასევე შემდეგ კაპელინცების გაკეთება და მას ამოწმებენ სითხის რაოდენობით სისხლში. ანუ სპეციალური ანალიზი არის.
არ ვიცი, არ მგონია უბრალოდ რომ ოლიმპიადაზე ეგ იყოს გატესტილი, მაგრამ აზრი ის იყო რომ არ დაიზიანონ სპორტსმენებმა თავი. რადგანაც ჩემი აზრით ყველაზე დიდ ზიანს და აყენებს მაინც სპორტსმენს წონის კლება. ჩემი აზრით. აი, კიდე კრივი აიღე ორთაბრძოლები, ახლა ჯობია რომ თავში ფეხი გიყან ვიდრე დაიკლოთ 15 კილო ერთ თვეში, ხო? ეგ ფაქტი არის, ეგ ფაქტია. 100% ეგრე. 100%. MMA-ში, აი UFC-ში ნებისმიერ მებრძოლზეა საუბარი, არა მარტო ქართველებზე, ვის ბალენსიკოპ, ვინ მოგწონს სტილისტიკურად. ჩვენები ხა რა თქმა უნდა, თორიშვილი, თოფური ჩვენები ხა ყველაზე მოდი ჩვენების გარდა რომ ვისაუბროთ ახლა, ვინც არ უნდა მითხრა ახლა იქით ხარი და აქეთ ხარი და მაინც ჩვენების ხარის სწავალ სტილითაც და მაგიტომ ხო აი თან ისეთი მოჭხრები იყოს ყველა სხვადასხვა სტილში შეხუბობს. აბსოლუტურად და ისე ამოიღებ ყველა სტილში ფაქტიურად პირველები ვართ, მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში. ისე ჩემი ესე საყვარელი მოჭხუბარი მოკლედ ისე რომ ვთქვა, იყო ხომ ადესანია. ადესანია, ისრაელი. მეც მომწონდა ძალიან. მე ვასებოდა. აბსოლუტურად სტრაიკერი არის. ხო რა, იგი სიამოვნებოდა. თავის შოუთი, თავის ყველაფერი რა, იყო იდეალური საყურებლათაც და ისედაც რა ტიპი, ახლა მით უმეტეს მე წაგების მე ის მობრუნებები სპორტსმენისთვის მენტალურად ძალიან რადონის ნიჭიერი სპორტსმენიც არ უნდა იყო, მენტალურად ეგ გადასალახი ძალიან რთულია და თან ტიპი ხა ისე დაბრუნდა რომ შეიძლება პერეირასთან და ისე იდეალური ბრძოლა იყო. თან ისე ტაქტიკურად დაალაგებული შეხვედრა მოუგო, რომ ეგ იყო რა, ალბათ ფენომენალური არა. ვიდეოების ვნახე როგორც ამზადებდა ამ კუთხეში, როდესაც ჩამზღვრდნენ დარტყმას თავში და კი, გენიალური არის. აი არის ესეთი ტერმინი როგორც მებრძოლის ინტელექტი და ძალიან მაღალია. ძალიან მნიშვნელოვანია ინტელექტი, ხო უყურე ჯონ ჯონსონს. კი, აი ჯონ ინტელექტი აქვს და fight IQ აი вообще უყურები. ჯონ ჯონსი აბსოლუტურად ინტელექტი არის საუბარი. მე ნაოდიჩები მაქვს ჯონ ჯონსთან ერთად. აი ეს და ვიზუალურად რო დაინახა, უფრო გავს მოცურავე, ძალიან სუსტი ფეხები, დიდი ბეჭები და ჯონ ჯონსი გავს სენტ პიერს და რა ვიცი კიდე რამოდენიმე მებრძოლს მოვიყვანი მაგალითად, რადგანაც ჩემი აზრით ჯონ ჯონსი არის იდეალური მომზადებაში, ის იდეალურად ემზადება მოწინააღმდეგესთვის, იდეალურად შეისწავლის და აკეთებს ყველაფერს, რაც არის საჭირო, რომ კონკრეტულად ამ მებრძოლს მოუგოს. რადგანაც ყოფილა ესეთი ბრძოლები, როდესაც ბოლო აი სადღაც რამოდენიმე კვირაში ეცვლებოდა მოწინააღმდეგე და არც თუ ისე მაღალი დონის მოწინააღმდეგეც, მაგრამ პრობლემები ექნებოდა. მაგრამ ჯონ ჯონს ყავს განადგურებული აი ტოპები რაც იყო ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში მძიმე წონაში და ნახევარმძიმეში ყველა გაანადგურა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ UFC-ის ისტორიაში ლეგენდარი. ნომერ 1 უნდა დარჩეს, იყოს და დარჩეს. კი, აბსოლუტურად. მე მგონი და მე უკვე ჩემი აზრით უკვე წამოეწევა თოფურია რა. კი, თოფურიას დრო ჭირდება, უბრალოდ დროზე არის საუბარი. თოფურიას როგორ შეაფასებდი მის რესლინგის სკილებს, სტრაიკინგის? თოფურია მე როგორც ვიცი მოჭიდავე იყო. კლასიკური და ეთყობა დგომშიც და ყველაფერშიც რომ ისე დასტოინად არის და ისე სტაბილურად დგას რომ შეუძლია იჭიდაოს კიდევაც შეუძლია იჩხუბოს, არ ექნება პრობლემა არც იქით არც აქეთ და ძალიან დიდი მონაცემები აქვს და ძალიან მაგარია რა. აი როგორც სტრაიკერი მე ბოლო წლებია კრივს ვსწავლობ მაქსიმალურად ხო უღრმავდები ამ თემატიკას და იდეალური კრივი აქვს. პირველად დავინახე რომ MMA-ში ვინმეს გქონდეს ამ დონის კრივი. ეგეთი არ მინახავს, რადგანაც აი დვალიშვილიც რო ავიღოთ, დვალიშვილი თვითონ იტყვის და ნებისმიერი აი საშუალო დონის მოკრივეც იტყვის, რომ აბსოლუტურად არატექნიკურად აკეთებს, მაგრამ აკეთებს იმას, რაც საჭირო არის. შეიძლება თავიზე აქვს დასმული. ხო, შეიძლება აი სულ ზურგიდან იქნებდეს ხელს, მაგრამ არ ტყავს, აკეთებს, რაც საჭირო არის. მაგრამ თოფურია სხვა არის. თოფურია აჩვენებს კლასიკურ მაღალი დონის კრივს. და ჩემი აზრით ახლა თოფურია გადავიდეს კრივშიც აჩვენებს მაღალ შედეგს ძალიან. სავარაუდოდ ეგრე იქნება. თან ფიზიკური მონაცემები ძალიან მაგარია. კი, ფეთქებადობა. ფიზიკური მონაცემები აქვს რაღაც სასწაული. რა სიტყოდი ესეთ პოტენციალურ ბრძოლაზე უკვე არც თუ ისე პოტენციალური არის ისლამ მახაჩევი, ილია თოფურია. აი რომ როგორც სპორტსმენები რო აიღო, თავისთავად ახლა ბალენსიკოპთ ჩვენსაც, მაგრამ შენი აზრით შეგვიძლია აღარ ვთქვათ, ანუ ჩატარდება სავარაუდოდ 2025 წელს, ეს არის ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი.
მახაჩევსაც ვაფასებ ძალიან მაგარია, ნუ რა თქმა უნდა, ეხლა მაგას ორი აზრი თავის შედეგებიდან გამომდინარე. დღევანდელ დღისთვის არის pound for pound ნომერ 1 UFC-ის რეიტინგში. მეც მგონია ეხლა ეს ლაპარაკები კი არის, რომ სიმართლე გითხრა, ხო არის რომ ყველა სპორტსმენს, ყველა დიდ სპორტსმენს თავისი ის კონკურენტი ყავს, რომელსაც შეუძლია რომ კაცი დააგდოს. კი. ჩემი აზრით ეს სპორტსმენია, ერთ-ერთი მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს ერთი სპორტსმენია, რომელსაც შეუძლია რომ მახაჩევი მოუგოს არა. ამ 100%-ით ესე მგონია. Lucky punch, ანუ ხო, lucky punch ქვია, როდესაც შემთხვევით მოხდება, ეგეთი lucky punch აქვს წანაგები მახაჩევს. ანუ 100% იგებდა ბრძოლას, უბრალოდ აი მოხდა ესეთი რა, დარტყმა, რომელიც მილიონში ერთხელ ხდება და წააგო. ნუ ეგ უბრალოდ იმის შანსს აძლევს თოფურიას, რომ ნოკაუტში ვარდება ადამიანი. რა თქმა უნდა. თან ახლა იმას წონაც აქვს დასაკლები და ჩასაბარებელი აქვს და მე კიდე ვოლკანოვსკისთან ხო უყურეთ ის პირველი შეხვედრა როგორიც იყო და კი, ძალიან შეიძლება უბრალოდ ფიზიკურადაც ვერ შეხვდეს ეხლა რაღაცაში ხუბს და ეხლა 100%-ით გამართული კაცი რო ხდება ყველაფერში. ნუ ჩემი აზრით ვერ შეაფასეს თანაც ჩატარდა ავსტრალიაში, სადაც აკლიმატიზაცია იყო საჭირო. ბევრი მომენტი დაემთხვა ჩემი აზრით, მაგრამ ჯამში მაინც აჩვენა ვოლკანოვსკიმ, რომ შესაძლებელი არის რომ მოუგოს ახაჩევს. ჩემი აზრით. ანუ საკმაოდ კარგად მუშაობენ მარკეტინგის მხრივად ეს ხაბიბის გუნდი, რადგანაც ქმნიან ესეთ აურას, რომ დაუმარცხებლები არიან. ცდილობენ, ხო. მაგრამ ჩვენმა დვალიშვილმა გერთოფურიამ უკვე რეიტინგი საკმაოდ ჩამოუწია რა. ნუ ჩემი აზრით ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება. იმედია, ვიმედოვნებ, რომ ევროპაში იქნება, რომ წავიდე უყურო. ესპანეთში იქნება ძალიან მაგარია, ეხა იქ გაივსება ქართველებით დარბაზი. ბაქოში ჩატარდება შემდეგი UFC. ბაქოში, კი. და შესაძლებელია ქართველმა მებრძოლებმაც მიიყვანონ. დიდი სიამოვნებით ჩავიდნენ საყურებლები. ერთხელ ვარ ნაყოფი UFC-ში, როდესაც მოსკოვში ჩატარდა, ძალიან მაღალი დონის შოუ არის. მაგრამ ძალიან გრძელი, ალბათ 6-7 საათი იყო. სანახავად იდეალური არის. მივხვდი, როდესაც მოსკოვში ჩატარდა, ყავდათ ლოკალური ჩემპიონები და უბრალოდ საინტერესო მომენტი აღვნიშნე, რომ ის ფორმა, რომელითაც ისინი იყვნენ რუსეთის ჩემპიონატზე, აი ის ფორმის ნახევარი იყვნენ UFC-ზე, რადგანაც საკმაოდ არა ოლიმპიური დოპინგ კონტროლი აქვს. და როდესაც მე ველოდებოდი, რომ აი იყო ერთი 3-4 სპორტსმენი ლოკალური, რომელიც და ვიზუალურად ვერ ვიცანია. ანუ ვერ ვიცანი, იმიტომ რომ აი ვაფშე სხვა აღნაგობით გამოვიდა. ნუ ეგ უკვე არის დოპინგ კონტროლი და წესები, რომელიც უნდა დაიცვან სპორტსმენებმა, რომელიც აუცილებელიც არის, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეხლა მე ადამიანები ვიცი, ისეთი რაღაცები გაუკეთებიათ, რომ თვითონ ხასიათითაც იცვლებიან ტიპები. კი, ეგ ხასიათიც ყველაფერზე მოქმედებს. ყველაფერიზე, მაგრამ ეხლა როგორია ეხლა შეერვარაფერს არ იღებდა იქ სპორტსმენი შემოწმება. კი, მესმის. ჭამს ძალიან ძნელია და ვერაფერს ვერ აკეთებს. ძნელია. კი, ანუ სპორტი ან უნდა იყოს, სპორტი ან ყველა უნდა იყოს სუფთა, ან ყველაფერი უნდა იყოს დაშვებული. ეგ იქნება აბსოლუტურად სამართლიანი. რა მაინტერესებს ასევე ბრძოლაზე მინდა ვისაუბრო, შემდეგი ბრძოლა ჩიმაევის, რადგანაც ჩიმაევი ემზადება, ელბრუსევიც რომ ემზადება, სადაც ძირითადად თავისუფალ მოჭიდავეებთან ერთად ნაკრებთან ემზადება და შემდეგი ბრძოლა იქნება დიუპლესის წინააღმდეგ კამარზე, უკვე 90% დადასტურებულია რომ ესეთი ბრძოლა ჩატარდება. რა სიტყვოდი ამ ბრძოლაზე და კონკრეტულად ჩიმაევზე? თბილისშიც იყო 3 თვის წინ იყო ჩამოსული 2 თვის წინ გესტუმ რა. ახლა ჩვენი ძმა ხო მე ძალიან მომწონს სიმართლე გითხრათ რა. ისი არა ეხა იმიტომ კი არა რომ ჩვენ ბიჭებთან ეხა მე როგორც ისე მეგობრობს. ზოგადად რა ხასიათი რო გამოდის სიამოვნებს ეხა სპორტსმენსაც და ეხა არა სპორტსმენ ადამიანსაც რა თქმა უნდა ის სიამოვნება, მაგრამ სპორტსმენმა რო იცი ეხა როგორი ხასიათი აქვს ადამიანს რო შეხედავ არ ვიცი ისე მისორდება რომ უყურებ მაგის ჩხუბს რომ ძალიან ჭიდაობის ძალიან დიდი ნიჭი აქვს და თან კიდურებიც უწყობს ხელს ყველა შესვლაზე და ფიზიკურად აი ბოლოს შეჭამა მოწინააღმდეგე უბრალოდ ყბა მოტეხა და ეგ ძალიან ძლიერია ძალიან ძლიერია ჩემი აზრით მაგ ბიჭს აქამდე ეკუთვნოდა კამარი კი გეტყვი აბსოლუტურად ეკუთვნოდა კამარი და ჩემი აზრით კამარს ძალიან მარტივად აიღებს
ისე მარტივად შეიძლება ესე მგონია რომ ბევრს კიდე არ წარმოვიდგინე. კი, აი ბოლო ბრძოლის შემდეგ დეკლასირება გაუკეთა აბსოლუტურად. არის აი უბრალოდ მახჩობ ზირთად პროფესიონალურ სპორტსმენს შენ ვერ მოატეხავ ყბას, ანუ გამაგრებული არის და თავისთავად ფიზიკურად მზად არის და მხოლოდ ტექნიკურად შეიძლება შესრულდეს ისე რომ არტერიები გადაუკეტო, მაგრამ ბავშვით აიღო მოუჭირა ყბაზე და საუბარი მასზე არის რომ ეთქინად დანებდა. მოტეხა, ანუ კბილები მოტეხა და ეგ ნიშნავს რომ ფიზიკა აქვს რაღაც სხვა დონეზე, აბსოლუტურად სხვა დონეზე, იმიტომ რომ ეგრე როგორ მოახერხა ჩაჭერა. მან უყურე მაგარი შრომელიცაა, აი არა რეალურად შრომობენ ხარ უყურებ. გურამას და მაგის ვარიშებს უყურებ. არა რეალურად შრომელები არიან. გურამზეც მინდა ვთქვა რამოდენიმე სიტყვა. ჩემი აზრით, უბრალოდ ეგ ჩემ აზრს გამოვთქვამ, რომ არის ძალიან მაღალი დონის მებრძოლი, ძალიან ტექნიკური, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გამძლე. უბრალოდ მე რაც შემიმჩნევია, ხო, ჩემი სპორტული გამოცდილებისგან გამომდინარე, რომ არის ზოგჯერ ესეთი სპორტსმენები, რომელსაც რატომღაც ჩემპიონატებზე არ უმართლებთ. აი, როგორ გითხრა, აი სპორტული იղბალი. ხო, სპორტული იղბალიც არის და აი არიან რომლებიც არიან დარბაზში ყველაზე ძლიერები, ალბათ საუკეთესოები, მაგრამ როდესაც გადიან, აი რაღაც არ უმართლებთ. აი ეგეთი რაღაც ქუთათელაძეს ჩემი აზრით ჭირს, რადგანაც აი ბოლო ბრძოლაც მანამდეც ყველა ამბობს, რომ უმაღლესი დონე არის, ყველა სეხმარება მომზადებაში, ფსიქოლოგიურადაც აი მგელი არის და ლომი. მაგრამ უბრალოდ არ უმართლებს ჩემი აზრით. ჩემი აზრით როგორც ის ყველა სპორტსმენის ხოვრებაში ეგეთი რთული პერიოდი რა. ალბათ რაღაცა კატეგორია ჭირდება ამ პერიოდს რა, ხო ხტები, თორე ბიჭები ახლა ბევრი ვიცი, ვინც UFC-ის ისტორიაში წაგებებით დაუწყია და დღეს UFC ჩემპიონია. გედვალიშვილი ხო, 2 წლებით დაიწყო. 2 წლებით დაიწყო. არ არის ეგ რაღაცა სასწაული ამბავი, რომ ახლა მაგალითად ეს შეხვედრაც წააგო. ჩემი აზრით, აწი შეიძლება შემდეგი შეხვედრიდან დაიწყოს მიყვეს და ავიდეს მაღლა ხო ხტები. ჩემს სპორტსმენის ისტორიაში სულ არის ეგ მძიმე მომენტები და გადასაგორებელია. ნერვების ხარჯზე ხო ხტები და ჩემს აზრით მაგასაც მიხედავს ახლა, იმიტომ რომ ეთყობა რომ სურვილი ყანს ყველაზე მნიშვნელოვანია სპორტში ხო იცი. რამდენად მშიერი ხარ, რამდენად მithumetes MMA-ში კი. რამდენად მშიერი ხარ, რამდენად გინდა და ბიჭი ჩვენ ზომას ახლა ეთყობა რომ ძალიან მშიერია და მაგრად უნდა და რაღაც ადამიანს სპორტსმენს რაღაც მთელი გულით რო გინდა არ არსებობს ვარ მოხდეს ეგ. ისეთი კუთხე ყავდა თოფურია ეს ჩიმაევი და რა ვიცი აი უკეთესი ვინ უნდა იდგეს შენს კუთხეში. ეგაც ჩემს შეიძლება ფსიქოლოგიური წნიხიც იყო რა. კი, შეიძლება ფსიქოლოგიური წნიხიც იყო ხა ამხელა სპორტსმენები რო კიდგანან და რაღაცა შენ დავალებები შეიძლება მისე შენ თავს და არ იყოს დავალებები მისაცემი შენ თავზე ხო ხტები. მსგავს წნეხს ალბათ აღნიშნავდი, როდესაც თოფურიას მამიჩხუბა, რადგანაც ყველა ელოდებოდა რომ აი თოფურიას ძმა არის და ეხლა უბრალოდ აი ნოკაუტს გააკეთებს. მაგრამ ყველას ავიწყდება რომ UFC-ში სუსტი მეტოქეები არ არის, ანუ ყველა არის უმაღლესი დონის და მაგარი ბრძოლაა ჩვენა, გადაყვანები, სუპლექსის გააკეთა. მაგრად იჭიდობა, ძალიან მაგარია. და მოიგო. უბრალოდ ყველა აი როდესაც არის ეს მოლოდინი რომ აი გადაულის ეგ საკმაოდ რეალობაზე მოქმედებს მე რა რომ ყველა ელოდება რაღაც ფანტასტიკურ ბრძოლას. ნუ ხო ჩხუბი არა, ეხა იგი მაგას ვერ გათვლი, ეხა შენ წინასწარ რა უნდა მოხდეს. პოტენციალურად რო წარმოვიდგინოთ შენი თავი UFC-ში. რა ზონაში ჩხუბი. რა ზონაში ჩხუბი. ესე არ მიფიქრია ზოგადად ზონაში, ხა მძიმეში რო ვერ ვიჩხუბე ფაქტია. მძიმეში ძალიან დიდები არიან. ჩემი აზრით, ანუ თან სულ მძიმეში ეს არის ნგანუ, ჯონ ჯონსი, მოქმედი ჩემპიონი ახლა ვინც არის და ეგ 2 მეტრიანი დიდი ტიპები. არც მაგინდოდეს. ნუ არალოგიკური. მე ეჭვარ მეპარება შენს იმაში რომ გადაიყვანე, მაგრამ უბრალოდ ხო ნუ ეხ მარტო გადაყვანა ხო არა. მარტო გადაყვანა. საქმე ხო უნდა გააკეთო. 2 მეტრიანი მუხლი რო მძიმე ალბათ სავარაუდოდ დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებდი, მაგრამ ნახოთ როგორ განვითარდება ახლა ჩემი სპორტული კარიერაც როგორ წავა. ხა ესე ადგე და UFC-ში მოხდე, ცოტა რთული ამბავია. ფიქრობ რომ ადამიანისთვის ახლა რომელიც ვიცე ჩემპიონი არის ოლიმპიადისთვის, მხოლოდ ერთი ტვიტერი იქნება საჭირო ინსტაგრამში, სადღაც დანა ვაიტი დაინახოს და რატომ მოგვარებოდა უნდა იყოს, მაგრამ მაინც არ მინდა რომ ისე წავიდე ჩემი სპორტიდან, რომ ოლიმპიური ოქრო არ წავიღო ხო ხტები თან. ესმის. აი ოლიმპიური ოქრო ჯიბეში მედება უფლის წყალობით, ესეც იქნება. მე უკვე
დავფიქრდებით ვინ გავლახოთ. კი, მე ძალიან მომეწონა ეს შენი სურვილი. თუ გექნება შენ დრო, აი, მობდანი ჩვენ Lion Boxing Club-ში, შევისწავლოთ კრივი ერთად, აუზი და რა ვიცი, ყველაფერი გვაქვს ამისთვის. მე მინდა გისურვო შენ წარმატება შენს კარიერაში და მე ძალიან გამიხარდება თუ გიხილავ MMA-ში. აი ძალიან გამიხარდება. მინდა დაგპატიჟოთ ჩემ მომავალ ბრძოლაზე, ეს იქნება გამაში მაისის ბოლოს, თუ გექნება დრო, ძალიან გამიხარდება თუ მოხვალ საბალერშიკოდ. და ძალიან გვახარებ, ძალიან საამაყო არის, მე დღეს ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა და ვიმეგობროთ, კიდე ჩავწეროთ პოდკასტი. მადლობა შენ ჩემო ძმაო. იმისთვის რასაც აკეთებ, ზოგადად უყურებ მე ყოველთვის და ახალგაზრდებისთვის ამხელა мотиваცია. ყველა სპორტსმენისთვის ძალიან დიდი мотиваცია, ხვდები რომ ამ სპორტში ხარ, არის რაღაცა ის რაღაც სასწაული მდგომარეობა მატერიალური გინდა თუ ფინანსური როგორც არის, ხვდები არ არის. ბევრმა არის ის ხა ეს რომ ახალს გონია რომ ამ რაღაცებს ვაკეთებთ ჩვენ რაღაცა მატერიალური მდგომარეობისთვის და ფინანსური მდგომარეობისთვის. და რომ მოვიდნენ და ერთი დღე და ორი დღე შეხედონ რა საქმეში ვარ დაკავებლები და აქედან რასაც ვიღებთ, ხვდები არარეალურიც კი იქნება ეს აზრი მოგივიდეს თავში, ხვდები ჩემი აზრით და ვაფასებ ყველა სპორტსმენში მე ამას ხვდები, იმიტომ რომ ეს უკვე სხვა რაღაცებზე გადის, ხვდები და ეს არის უკვე იდეა, ეს არის უკვე რაღაც დიდების ყურვილი, შენი ქვეყნის დროშის ფრიალი, იმის აჟღერება, ეს უკვე სხვა რაღაცებზე გადის და ეს ამას მატერიალურს და ფინანსურს ამასთან ვერ მიიყვან ძალიანაც რო გინდოდეს ახლოს. არარეალური იქნება. და მადლობა შენ ძმაო, იმისთვის რაც ახალგაზრდებისთვის აკეთებ, იქ ვიდეოებით, мотиваციას აძლევ, იქ რაღაცა კემპებით, იქის. აი ხარ. მიხარია რომ უფრო მეტი საქმეში ხარ და ჩემპიონი მეტი ჩვენი გვერდში დგომა 100%-ით ნებისმიერ დროს ძმაო. ეს იყო Iron Podcast-ი, ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი და მომავალი კიდე ოლიმპიური ჩემპიონი, გივი მაჭარაშვილი. ყველას გემშვიდობები, დაწერეთ კომენტარები, თქვენი შეკითხვები, აუცილებლად ყველაზე გიპასუხებ.